Საპასუხო ზომებს შეიმუშავებს ევროკავშირი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ამ წუთებში ბრიუსელში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. ეს პირველი საბჭოა, რომელსაც კაია კალასი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სტატუსით უძღვება. როგორც ცნობილია, ის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს სასანქციო პაკეტის რამდენიმე ვერსია შესთავაზებს, მათ შორის განიხილება, დიპლომატიური პასპორტების გაუქმება, ასევე ფინანსური სანქციები. რა განცხადებები კეთდება საბჭოს დაწყებამდე, სოფო ვარდიაშვილი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. დიახ, საბჭოს სხდომა, ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომა სულ ცოტა ხანში დაიწყება, თუმცა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე დაიწყეს მოსვლა ბრიუსელში, იმ ადგილას, სადაც ეს შეხვედრა უნდა გაიმართოს და კაია კალასმა, რომელიც პირველად უძღვება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც ახალი დანიშნული ამ პოსტზე და პირველად უძღვება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, გააკეთა კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებითაც და მან თქვა, რომ განიხილება ორი საკითხი, ერთი ეს ეხება სანქციების დაწესებას პირების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი მკაცრი მიდგომების და ძალადობის გამოყენებისთვის დემონსტრანტების წინააღმდეგ და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ასევე მეორე საკითხი საქართველოსთან მიმართებით განიხილება უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, აქ იგულისხმება პირები, რომლებსაც აქვს დიპლომატიური პასპორტები. კაია კალასი ამბობს, რომ სანქციების საკითხზე შეთანხმება სჭირდება სრული კონსენსუსი 27 წევრი ქვეყნის და ეს სხვადასხვა ქვეყნები არიან და ეს მათ აქვს გარკვეული მოსაზრებები, თავიანთი მოსაზრებები, თუმცა იმსჯელებენ ამ საკითხზე და შეეცდებიან, რომ შეთანხმდნენ ამ სანქციებთან დაკავშირებით. კაია კალასის თქმით, სანქციები უკვე წარდგენილია, უпростоრად ის პირები, ვისაც სანქციები უნდა წარედგინოს და ეს სიები გამოაქვეყნეს უკვე ორმა ქვეყანამ, მათ შორის არის ლიეტუვა და ესტონეთი. ეს ამ ორმა ქვეყანამ უკვე 30-მდე პირს დაუწეს ეს სანქციები. ესენი არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ორივე ქვეყნის სიაში ჩამონათვალში მოხდა ეგრეთ წოდებული პრემიერი ირაკლი კობახიძე. ძალიან მკაცრია, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა კომენტარი შეხვედრის დაწყებამდე და ისიც პირველად ესწრება ამ შეხვედრას, რადგან მან სულ ცოტა ხნის წინ წინა საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელუს ლანცბერგისი ჩაანაცვლა ამ პოზიციაზე. მისი მიდგომაც იყო საკმაოდ მკაცრი, რომ პირების წინააღმდეგ უნდა იყოს სანქციები შეთანხმებული და აქ იგულისხმება პირები, რომლებიც ძალადობას იყენებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ და გარდა ამ შეზღუდვებისა, სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების გარდა, რომელიც უნდა განიხილონ ამ შეხვედრაზე, ძალიან მკაფიო იყო საგარეო საქმეთა მინისტრების გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ასევე მათ მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისამართით და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ასევე, რომ გაგრძელდება მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისთვის საქართველოში. საქართველოში განვითარებული პროცესები არ მიდის სწორი მიმართულებით, სადაც კანდიდატი ქვეყანა უნდა იყოს. ასე რომ განვიხილავთ, რა შედეგები იქნება საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც იყენებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. ვიმსჯელებთ, რა უნდა გავაკეთოთ ევროპის მხრიდან. ერთი საკითხია სანქციები და მეორე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. ჩვენ გქონდა განხილვები. აქ არის 27 დემოკრატიული ქვეყანა საკუთარი მოსაზრებებით, ამიტომ შეთანხმებას დრო სჭირდება. მაგრამ ჩვენ წარვადგინეთ ამ ადამიანების სია. სანქციები ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან და იყენებენ ძალასა და ძალადობას ოპოზიციის წინააღმდეგ. ასევე განვიხილავთ, როგორ შევზღუდავთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. სია უკვე შემოთავაზებულია და განვიხილავთ მას. საჭიროა ყველა დაეთანხმოს მას, მაგრამ ჯერ აქ არ ვართ. ასე რომ ვნახოთ, მივაღწევთ თუ არა ამას. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი თავის ადგილზეა 29 დეკემბრამდე და მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევა საჭირო ნაბიჯებზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური ლიდერები დაკავებულები არიან, როდესაც ვხედავთ ძალადობას პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, ეს არ არის ის, რისი იგნორირებაც შეგვიძლია, ან რასაც შევეგუებით. ლიეტუვაში ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები თითქმის 30 პირის წინააღმდეგ, ვინც პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციური პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს ასევე დააწესოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მეორე საკითხია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ჩვენ უნდა გავაუქმოთ ის დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის. ასევე უნდა გავაჟღეროთ ძლიერი
გზავნილი, რომ შესაძლოა მომავალში ეს აკრძალვა გავაფართოვოთ. ასევე შევაჩეროთ ყველანაირი ინსტიტუციური მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობის ინსტიტუტებთან. შევაჩეროთ ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც განკუთვნილია ინსტიტუტებისთვის. მეორეს მხრივ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ მხარს დავუჭერთ. ამისთვის ფინანსური პაკეტი გვჭირდება, რათა ვაჩვენოთ, რომ სერიოზულად ვართ განწყობილები, რადგან სწორედ ახლა საჭირო გავუგზავნოთ გზავნილი ქართულ ხალხს, რომელიც ქუჩაში დგას, რომ ევროპა არ მიგატოვებთ, ევროპა თქვენთანაა, ევროპას სჭირდებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რადგან ეს იქნება სწორი გზა შექმნილი სიტუაციის გადასაწყვეტად. ჯორჯია. ჩვენ რა თქმა უნდა შეშფოთებულები ვართ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომელიც მოუყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე. რაც შეეხება ევროკავშირის პასუხს, ყველა ზომა უნდა იყოს მიზანმიმართული, რათა შედეგები არ შეეხოს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ უკვე მოусმინეთ ლიეტუვის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, თუმცა ამ წუთებში კომენტარს აკეთებენ ბალტიის კიდევ ორი ქვეყნის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ პოზიციებს რა თქმა უნდა მოგვიანებით შემოგთავაზებთ. რაც შეეხება სანქციების დაწესების საკითხს, როგორც უკვე გითხარით, სანქციების დაწესებისთვის ოფიციალური პირების მიმართ არის 27-ვე ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთნაირი პოზიცია საჭირო, ან კონსენსუსი უნდა მიაღწიონ მათ სანქციების დაწესებისთვის, თუმცა ვიცით წინასწარ გაცხადებული პოზიცია მაგალითად უნგრეთისგან, რომელიც ამბობს, რომ ამ სანქციებს არ დაეთანხმება. თუ ვერ მოხერხდა სანქციებზე შეთანხმება 27-ვე წევრი ქვეყნის მხრიდან, მაშინ უკვე ლაპარაკი არის სხვა ვარიანტზე, რომ წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ინდივიდუალური სანქციები დაუწესონ მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოში, რომლებიც ამ ძალადობისთვის არიან პასუხისმგებელი.